რომ მოხვედით მე გაათბეთ ტაძარი. მე ამის თქვა მინდოდა რომ გაათბეთ არა მარტო თქვენმა მოსმამ გაათბო აი ისე როგორც ამ ქვეყნიერად არამედ სულიერადაც გაათბეთ იმიტომ რომ თბილი გული მოიტანეთ აქამდე. მაგალითად ავიღოთ ერთი რაღაც არ შეიძლება რო არ აღინიშნოს მაგალითად ჩვენი მგალობლები რომელიც დადიან ღმერთის სიყვარულის გამო უანგაროდ სიყვარულით დადიან და გალობენ. არიან აქ ადამიანები აი მაგალითად 15 წლის უნახავი მრევლი მოვიდა ჩემს ანახავად სხვა ტაძარში დადის ახლა. ანუ როგორ შეიძლება ეს არ თქვა? როგორ შეიძლება არ გიხაროდეს? როგორ შეიძლება ბედნიერი არ იყო და ვიღაცას როცა შენ ახარებ როგორ შეიძლება ამითი არ ბედნიერობდე და არ დაინახო? განა აქ ვის დგახართ? რამდენი წელიწადია მომყვებით? მე ხან ერთ ტაძარში დავდივარ, ხან მეორეში, ხან მესამე, ხან მეოთხე ტაძარში ვარ. თქვენ მაინც ჯიუტად მოდიხართ ხოლმე ჩემთან და მეუნებით რომ ამაო მიყვარხართ. იცით რა არის? თუ ხილული არ გიყვარსო, ერთი ამბობს, უხილავის ერთად არ გეყარებაო. ანუ იგულისხმება, უფალია ამბობს, რომ ოდის მე როგორ გეყარებიო თუ ხილული ძმა არ გიყვარსო და აბა შენი მოძღვარი თუ არ გიყვარს და მის გვერდზე არ ახარ გაჭირვებაში და დალხენაში, აბა მაშინ ღმერთის სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ აქ ეს ხდება და მე ბედნიერი ვარ, ამიტომ და ყოველ წირვაზე მინდა სულ ვიძახო რომ მადლობა ხალხო, მადლობა, მიყვარხარ ძალიან. და ამ ერთგულებისთვის, იმიტომ რომ ყველას გჭირდება ეს სიყვარული, ყველას გჭირდება თანადგომა და ის რომ ჩემ სიტყვებს ისმენთ და თქვენ ამ სიტყვებს იღებთ როგორც იმ დარიგებას რომ ღმერთისკენ გაგიძღვებათ, მე ბედნიერი ვარ.